მოგესალმებით მეგობრებო, მოგზაური მომაშვილი. ამჯერად ვიღებთ პოდკასტს, ხო ეგრეა? მოკლედ დავიწყოთ ეს არ მინდა ახლა ჩვენ ძველი ვიდეოების ასე ვთქვათ განხილვა, ხო, დიახ, კი. განვიხილოთ ძველი ვიდეოები, ბევრს არ მოგაწყენთ თავს, უბრალოდ ბევრი რამ თავს გადახვდა სასაცილო და სამხიარულო, რომელიც კადრში არ მოხდა. რომელიც მოხდა კადრში, ზოგმა შეიძლება ვერც მიხვდა რა იყო იქ, მაგრამ დავაკეთეთ რაღაც სხვანაირად და იყო მაგალითად განვიხილოთ რა, პირველი ჩემი აზრით უნდა განვიხილოთ ქუთაისში რო წავედით, ხო? ახლა გრიგოლეთში რო ვიყავით, ურეკში ვიყავით, ეს აგი რა ნაბიჯი ახლოსია, ეს არაფერი ნებისმიერ შეუძლია გაიგულოს, გაისეინოს, მაგრამ ქუთაისი უკვე თითქმის 100 კილომეტრია ბოთიდან და ცოტა არ იყოს 11 წლის ბავშვისთვის ცოტა რთულია. ჯერ ჩემთვის ხორთულია და ბავშვისთვის მეტყვეტეს, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. სულ მინდოდა, სულ მაინტერესებდა ეს ტურისტები რომ ჩანთებით, კასკებით, თელი აღჭურვილობით საიდან სადმოდიან. და ისე სკეპტიკურადაც მიყურებია მაგათთვის რომ რა გაჭიროება აქვს რომ ხელა გზაზე მოდიან და რა. მაგრამ მე ჩვენ თვითონ რომ გავიაზრეთ რა ხდებოდა, რა იყო ეს და გავშინჯეთ. დავტესტეთ ასე ვთქვათ. მოგვეწონა ძალიან მაგარი ყოფილა მართლა. სულ სხვა ადრენალინია, სულ სხვა გზნობა, სულ სხვა შეგრძნებები ხალხს გაიცნო გზაში 1000 თავგადასავალი მოკლედ მოგზაურობაა რა მოგზაურობა ყოველთვის საინტერესოა. შენ რა სიტყვება? ხო, აი ვიდეო გამიგა ჩემი აზრით და ძალიან ქუთაისში მოგზაურობა ძალიან მაგარი იყო. თავიდან მე ვერ ხდებოდი რა. რომ უყურებდი ეგ ვიდეოებს, რომ უყურებდი ვიდეოებს, ვერ ხდებოდი ასე შორს რა გაჭიროება ქონდათ რომ ველოსიპედით მივიდოდი. შეიძლება ხო, ვიცი, ეგრეა. ბევრი ასე იფიქრებს, რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა სხვა გარემოებაა, რომ მიდიხარ უკვე გადაწყვეტა უკვე სხვა თემაა. ავდექით, რა თქმა უნდა, ადრე ივლისში თუ იყო როგორ მახსოვს და გადავწყვეტეთ რადგან გადავწყვეტეთ, ესე იგი წავედით და დავიძარით, წავედით ჩვენი ქუჩით. გავედით ლარნაკის ქუჩა რო არის ხო ახსოვს როგორ იყო? ხო. და შეხვდა ჩემი ერთი მეგობარი, შემთხვევით იქ მუშაობს, გასვად მუშაობს და გადმოვიდა რა ეს ობიექტი სადაც იცავდა, წინ გადმოვიდა ტრასაზე რა და გვაჩერებს როგორ იყო გახსოვს? გვაჩერებს და გვაჩერებს. გამარჯობა ირაკლი როგორ ხარ? საბაბო იკითხავს. სად მიდიხარ თუ ასე აი ეს რა ჩანთები და თელივით. ოქი ქუთაისში მიდივარ. რაო, ქუთაისში. თავიდან ვერ მოვიდა ასე გავუკვირდა, იმიტომ რომ ახლა საოცარი იყო ახლა რო არელოდები. ის როგორ იყო პოლიციამ რო გაგვაჩერა ჭალდიდში? ხო. კრიმინალურ პოლიციამ პიკაპით გაგვიჩერა წინ და გაგვაჩერა და მოდის. და პირველი სიტყვა რა იყო? Excuse me, where are you from? ინგლისურად შემეკითხა რა. და მეთქი რა ინგლისური მე ფოთელი ვარ, ქართველი ვარ, ქუთაისში მიდივარ, იუთუბერები ვარ და მოგზაურობ მეთქი რა, მოგზაური მომაშვილი და დაჟე არხის გამოიწერეს, ხო ესე? და შოქში იყო. შინდობიანი მგზავრობაო და აბა თქვენიც თუ გაუხარდა, მართლა გული გაუხარდა, დიდი მადლობა მათაც გამოწერისთვის. და ასეთი კარგი სიტყვებისთვის გზად დაგლოცეს, კარგად წავედით ყველაფერი და შემდეგ იყო სად იყო რომ გავჩერდით ჩვენ იქა? შემდეგი ვიცი, სად არის? ქვალოში რაღაც პური, ქაური პური ძალიან მაგარი იყო, სამთქი რაღაც წავილუკმოთ, რაღაც ცოტა კოკაკოლა დავლივეთ, მოვის თქვა სული და გავჩერდით. და რაოდენი გასაოცარიც არ უნდა იყოს, რაც გვეგონა ისე არის, აი რომელ ვიდეოსაც მეტი ნახვა უნდა ქონოდა და მეტი ლაიკი და მეტი რაღაც ისინი ოვაციები და რაღაც ემოციები ქონოდა. იმას არ ქონდა, ნამდვილად კონკრეტული ვიდეოს იმ რა ქვია, ქვალონში ხო რაღაც 2 წამიან გაჩერებას და მე შოქში ვიყავ, რატო რა, იქ მნიშვნელოვანი არაფერი, ალბათ რამე არ ვიცი, შეიძლება ვინმეს ეცნობოდა ის ადგილი იქაურ გამომწერს ჩვენს, არ ვიცი. ხემდე ვერ მივხვდი, რატო იყო ყველაზე მეტი ნახვადი ის მომენტი რა. შეიძლება რაღაც ისეთი დაინახეთ, ხა ჩვენ ვერ დავინახეთ. არა მგონია ქვალონში რა უნდა იყოს ერთი ის ადგილია და რაღაცა თონე იყო და მაღაზია. ხო, ეგარი ხო. შემდეგ გავიარეთ ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი, გზად რომ hello გესალმებოდნენ ინგლისურად და ყველას უცხოელები ვეგონოთ თითქმის 99% რა. თუ ხმას არ ამოიღებდით და მივიდოდით hello და ყველას ვეგონოთ უცხოელები. ესეა. ამდენს ვთქვი და ნახე ბავშვი ჩამოუყვა ერთმა ის ბენზინგასამართ სადგურთან რო გავჩერდით. ნახე ესენი უეჭველი ამერიკელები არიანო. ბავშვი წამოუყანია, ნახე რა მაგარი ველოსიპედებით, კასკებით, საიდან მოდიან, წარმოედგინე ის კაცი და მე თუ ქართველი ვარ, რა საიდან მოდივარ, ფოთიდან მოდივარ ქუთაისში. ნუ ესეც ხე რა თქმა უნდა გაუკვირდა, მაგრამ ქართველი რო აღმოჩნდეს გაუკვირდა, რომ იშვიათია, ხო? ხო და აბაშა იყო ყველაზე მაგარი. აი იქ რო წაკამაჭამა მართლა ძალიან მწარე იყო, ის არ იყო დადგმული. მეთქი რა საშუალოდ ლაით წაკას მოიტანს, ცოტა მწარე იქნება, გაუკაჭა და მაგარი მომენტი.
აი ძალიან წარა იყო გეუნები კამერაში კიდე შევიკავე თავი თორე ყვავლი გაუჟი ყურები და პირდაპირ გაგებით ძალიან წარა იყო მე იქ სტადიონი რო იყო იმის უკან კავშირად კარავი იქ პატარა ბურთიც ითამაშა ბავშვებთან მოვიდნენ არხი გამოიწერეს ზოგიერთი ერთი ორი ჩვენი გამოიწერეს იყო კი და მოკლედ დიდი არაფერი ისეთი სასწაული მაგრამ სად იყო ყველაზე ჯოჯოხეთური გზა გავიარეთ ერთი ის რომ სამტრედიაში რო ქარი იყო ძალიან ძლიერი ქარი იყო და ფარცხანაყანები არა მაგამდე ჯერ სამტრედია ხო იყო სამტრედიაში აი ნახევარზე მეტი გავიარეთ აი ველოსიპედი ხელით გვეკავა დაჯდომას თავიდე დაანებო ფეხით გავიარეთ ეს წევდა რა ველოსიპედის პრობლემს ჰაერში თითქმის ისეთი ქარი იყო სლივს მივახციეთ იმ სახაჭაპური თუ რა იყო სტრაფიკობის ობიექტი მაგარი ხაჭაპური კეთდება ძალიან თუ მოხდებით სამტრედიაში აუცილებლად დააგემოვნეთ რა იქ იმას დამოვიწვა რაღაც არ მახსოვს სახელი ვიდეოში ჩანს ის გადავიდეთ იმ ქალმაც დიდი მადლობა და მოკითხვა აქედან თუ ნახავს ამ ვიდეოს კიდევ ერთხელ დიდი სიყვარული იმიტომ რომ მაგარი პატივი გქცე რომ ფული გათხოვნა ჯიბეში გვედო ანგარიში გქონდა უბრალოდ მაგრამ ეს ჩელენჯი რო იყო რომ უფასო ყვება ხო ხო და თხოვე რა მე შოლიგში დამოდივართ რაღაც არ მახსოვს მხოლოდ ხარ ბარათზე ფული გამეჭედა თუ რაღაც იყო არ მაქვს ფული და ხო და მეთქი რა პატარა რო შევჭამოთ რა რომ გული არ წაგვივიდეს შივრები მოვდივართ და თუ შეგიძლიათ რომ ლობიანიან რამე გვაჭავოთ და კიო დათანხმდა არის თესნიერი ადამიანები და ხო გავუმორჩის მართლა მაგათ დადგმული მართლა არაფერი არ იყო სამტრედიაში ბორბალი უნდა გეშვა ხო რა ვიწვალე სანამ პირველი ის არ ვნახე ვულკანიზაცია ხო აბაშაში დაგვეშა მიკროფონი იქ დავკარგე მთელი გზა მე მიკროფონად ვიყავით და აი გზის ხანგრძლივობის მიხედვით ყველაზე ჯოჯოხეთური იყო ფარცხანაყანები აი ტრაფარეტი რო შეხვდა ფარცხანაყანები რო ეწერა შესასვლელი ღმერთო ხო არ გათავდა ის არ გათავდა ტრასა აქეთ მზე უჭერს აბანაკება ივლისში როგორი მზე იქნება წამიგინოს მე ვფიქრობდი წინ საბა უკანვე ვეუბნები საბას მე შეიძლება ვერ ხედავ შენ მაინც თვალი უფრო გიჭირს და ნახე იქნება გავწდი ან სამი წვაგან ყომიდივარ სად არის ფარცხანაყანები სად წერია ერთი პერიოდი გავჭერდი მე თქვი გავჭერდები უკან უკან როგორ წავიდე მანქანით თვალ ვიყავ გზა ხო არ აგვერია ვფიქრობ ხო გზა ეგეც ვიფიქრე გზა ხო არ აგვერია ძალიან მურტალი იყო მაგრამ როგორც წი გაიგო გამოჩნდა ფარცხანაყანების გასასვლელი ტრაფარეტი აი ესე არაფერი გამხარებია ქვიტეში ზაღლებრივ გამოგვიკიდა გახსოვს ფეხა ზაღლები ხო ორი ნაგაზი გამოგვიკიდა ნაგაზი ხო ორი ნაგაზი ხო და 6 ზაღლი იყო ნორმალური ხო და ნაგაზი და ის ელექტროშოკმა და იმან გააჩერა იმდენი ის მიქონა მართლა თვითი რომ ის ველოსიპედიდან ჩამოსვლა და დაჯდომა თავიდან შეგეზარებოდა ამდენი კილო იყო 40 კილო კი იყო 40 იყო შენ მგონი და ჩემი იყო საკმაოდ 30 ხო ხო და ასე რომ ეგ არის რა მოკლედ ეს იყო და მე ქუთაისში რა თქმა უნდა გამოვიარეთ ვისენეთ საღამო შემოგვაღამდა იქ მაგარი ხოდო გეუჭავეთ ძალიან მაგარი იყო და მე ზემოთ თაში ასხავ ღამით ძალიან ბრუტალია მართლა არის ისად რა გამოგიხდება უახლოეს სოფელში მივედით და იქიდან დავიწყეთ მე სოფელში მოგზაურობა ბარემ გავაგზავნოთ განვაგზოთ კადრებს შემოგთავაზებ ქუთაისის კადრებს რომელიც ძალიან მძიმე სასიარულო იყო ფარცხანაყანებიც ჩანს მან მოდი ახლა შევთავაზოთ ის კადრი რომელზეც ვაპარაკობდით ის რა ქვია იმას ქვალონი უბრალოდ რა კადრზე მაქვს ლაპარაკი რომელი კადრი იყო ყველაზე მეტი ნახვადი ახლა შემოგთავაზოთ ქვალონის კადრებს და შემდეგ გადავიდეთ სოფლებზე არა სამტრედიაში ის ვანახოთ ისიც საინტერესოა ის საფიქრების ობიექტი რა ქვია სახელი არც მახსოვს იმ პატარა კადრს განახეთ და შემდეგ ფარცხანაყანების გზაც არის მონიტორს და ვიდეოში განახეთ ყველაფერს რასაც ახლა განვიხილავთ შემდეგ გადავიდეთ სოფლის ვიდეოებზე იმიტომ რომ ახლა საინტერესო იყო სოფლის ვიდეოებზე იწყებენ ადვილი ჯოჯოხეთი ეგა ხო აი პირველი გაჩერება გავჩერდით ფალონში ცოტა სიმს გავდივით ცოტა მოსულიერდით 10 წუთი გავჩერდებით მაქსიმუმ და გავაგზავნოთ გზას ჩელენჯები და დავალებები ჯერ კიდევ წინ არის ასე რომ შევხვდებით შემდეგ ლოკაციაზე სამტრედიას გავსწრით და ქუთაისიდან მოდიხარ სამტრედიაში შემოსასვლელი უწევს და თუ მოთიდან მაშინ გასასვლელი და აქ გავჩერდით კოჩტილის არის მოგვინდა სპიტკული შეგვიძლია ჩულბროები ვიყიდოთ მაგრამ ეხა იდეა მომივიდა ეს ლექსაბა ეს დავალება ეხა
დავალების შესრულება შეგვიძლია. ესეთი იდეა მაქვს. თუ გამიმართლა მეორე დავალებაზე შევასრულებ. ყველა დავალება ვალში გე. რაც კი დავალება აქვს, ყველა შენახულია ეგრე. და ჩემს შევავალება შემიძლია რომ ნახოთ. არის food market, a fresh food market, right? Hai sana. Şimdi de ben yola para koy. Bu arka amartla tuzla da. Çetin. Ali yolga yapılıyor mu? Acaba? Acaba? Şöyle güzel uzamam. İşte kadar çok ses kodu böyle çekiyor. Yavaş sonra boyu koçuk tamam da bu şekilde işe başlayalım bir tane. Hayır kadar arada bir problem var. Şöyle buluyor yani. Şöyle buluyor. Bir mesela. Ses veriyor. მეგობრებო, ეხლა გავდივარ ფარცხანაღანებს. შემდეგ შევალ კვიტირში და კვიტირიდან ქუთაისში. ძალიან მაგარი. ზარობა იდეალური. მოსიები ამადა. ძალიან მაგარი. ისე დავიღალე. მოგყვარა ველოსიპედი არა, შესაძლოა. ძალიან მაგარი იყო მართლა. ვისაც ყვარს ახლა განვიხილოთ კიდევ სოფლის რო ვთქვით, ის ძალიან საინტერესო და მაგარი ადგილები ვნახეთ. ოქონას მონასტერი ვნახეთ, უძველესი მე-5 საუკუნის. მე-12 საუკუნის ეკლესია, სადაც ფრესკები არის დამწვარი ცეცხლი დაუნთიათ. მუსლიმანები შეეციან თან მეფეების დროს მომავალს და მოკლედ ფრესკები შუბები და იმით რომ დათხილი თვალები და რაღაცა ცოტა ისეთი თემაა და ძალიან საინტერესო ადგილია. მე მოვინახულეთ იქ ხელით გაყვები და ჩანჩქერი ძალიან ლამაზი ჩანჩქერი. სარათის ჩანჩქერი კი ძალიან ლამაზი და სასტუმრო ძალიან ლამაზი სასტუმრო, მაგარი სასტუმრო, მაგარი ახლა სოფლის იმაზე თებში და ემაში მიდიხარ. თუ გადაწყოთ დასვენებას, მართლა ძალიან მაგარია ივერ ჰაუს სასტუმრო იქ ვიდეოში ჩანს. საფურში კაი დასასვენებელია. ხო. და ყველაზე მთავარი ახლა გავიხილოთ და ვანახოთ კადრები ჩვენ ეს ყველაფერი ძალიან მაგარია. დავიდა ნახე დამარტია ბიჭო. აუ. აი ზმაო ექსტრემი. მისტეს. ვახ ჩიმკარი. ელა. შიგარაში კორმოს ხელი შეავლე ბიჭო. იქ დამეტარი დაგმართია იქა. ეს ტუნოვანი. კაი, გასვლა. აი მეგობრებო, ეს ხავლებს და მწვერვალი ძალიან ლამაზია. ხრუბლებს ზემოთ ვართ. თვითონაც დაინახავთ როგორ მოძრაობს ხრუბელი ზემოდან ხედავთ ყველაფერს 2002 მეტრო ზღვის დონიდან. აი ჯვრები რა ლამაზადაა. აქ სალოცავია, ავიდეთ. ულამაზესი ხედია მართლა. ძალიან ლამაზია ეს ყველაფერი. ხირდა ამათ. კებიცები ამათ ხირდა. ხავიდეთ სალოცავთან. აქედან უფრო მაგარი ხედი იშლება როგორც ვიცი. აი სამრეკლოს არები. სიცველი სალოცავია. აი შიგნით. ჩულობრივი სალოცავი. ულამაზესი. გამოდიხარ და საბუნებრივ რამებს ყურებთ. საბაბ თხილად მანდ ფეხი არ დაგიცდეს. უბრალოდ ასე ლამაზია. აი ქვემოთ. უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის, აი ხრუბლებს ზემოთ ვართ. ხრუბელს შეგიძლია ხელით შეეხოტო.
ხვდები. ნელა ბიჭო იქ თხილად. ეს სახუმარო კი არ არის, ეს ერთი ფეხი დაგისდევს, ვсё. დადი უკან. გამა უკან. ბროდ. მართლა სიტყვები არ ყოფილი საოცრება. გაჩერდი. არ მოხვიდეთ. მე ჯობს გავადიდებ. რომ უფრო კარგად დავინახოთ ქვევით რა ხდება. აი. იმედია ჩანს, იმიტომ რომ ქვევით მართლა ვერ გავედავ ჩასვლას. დადე გიყავი მანდ. ცხოვრებაში პირველად დედას გებიცები ხუბლებს მოვეკეცით ზემოდან. პროსტა რა მაგარი რა სილამაზეა. აი მეგობრებო. აი აქ თავდება ჩვენი ვიდეო. ჩვენი მოგზაურობა. მოგზაური მამაშვილი. გამოიწერეთ ჩვენი არხი. თუ მოგეწონებათ ვიდეო დაალაიქეთ, გააქტივიროთ სარისგლაკი და გვიდებით რომ უფრო მაგარ ვიდეოებს გადავიღებთ. კიდევ არანაკლებად საინტერესო და ლამაზი ადგილებიდან. მაგრამ ეს არის ხვამლის მთა. 2002 მეტროს ზღვის დონიდან. ლეგენდარული ხვამლის მთა. რომელზეც ნამყოფი არ ვიყავი და ჩემი ოცნება ავიხდინე. გემშვიდობებით, შემდეგ შევხვდებით უკვე სხვა ლოკაციაზე. მოკლედ ვიდეოები გამიხილეთ. გონი მიხალისეთ კიდეც, იმიტომ რომ ახლა სახალისო იყო ზოგიერთი. ნახეთ რა სიფულები გავიარეთ. თუ მოგეწონათ ვიდეო დაალაიქეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი მოგზაური მამაშვილი და თუ ისევ ასეთი მსგავსი პოდკასტის ყურება მოგინდათ, გქონდეთ დაგვიწერეთ კომენტარებში. თუ მოგეწონათ ასეთი სტილის ვიდეო. სიტყვაშორის გავაკეთეთ აქამდე არ გქონდა მართლა და გავაკეთეთ Instagram გვერდი, სადაც შეგიძლია დაგვაფოლოვოთ მოგზაური მამაშვილი. და იმ short ვიდეოებს, რასაც YouTube-ზე ან TikTok-ზე დავდებთ. TikTok-ზე ვინც ყავს გამოწერები შეუძლიათ გამოვიდნენ YouTube-ზე დაუყურონ და ნახავთ სრულ ვიდეოს, სრულ პოდკასტს ჩვენს YouTube არხზე. მოკლედ, დიდი მადლობა რომ ვიყურებთ. ჩვენს მაქსიმალურად შევეცდებით რომ კარგი ვიდეოები მოგაწოდოთ, საინტერესო ვიდეოები მოგაწოდოთ. ამ ვიდეოთი გემშვიდობებით, მოვალ შეხვედრამდე. შემდეგ ვიდეო უკვე იქნება ადაგასპოილერებთ, როცა არ გითხოთ, მაგრამ იქნება ძალიან საინტერესო და გონი განსხვავებულიც რა. დიდი უთხარი მაყურებელს ვიდეოს იქნება დამშვიდობებით. მოკლედ გამოიწერეთ ეს სახე არ დაგაგუწევთ სარისგლაკის გააქტიურება რაც არის რომ დავდეთ ახალ ვიდეოს ეგრევე მოგივიდეთ რომ ჩვენ ახალი ვიდეო დავდეთ დაალაიქეთ ვიდეო თუ მოგეწონათ თუ არა და არ დაალაიქეთ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ჩვენი სპონსორია მერი მოტორსი და გეტყვით რომ ამ ვიდეოს და ამ პოდკასტის შემდეგ კი უფრო მაგარი და კაი ვიდეოები დაიდება. ყველაზე მეტად მოგეწონათ კაი შენი გულწრფელობა არის ძალიან მაგარი, ძალიან საყვარელი. თუ არ მოგეწონათ არ დაალაიქოთ, ის ხო ძალიან მაგარი. აი ამას არ ამოვჭი. რას არ გავუკეთე, მართლა მაგარია. მოკლედ გემშვიდობებით, სიფასო გაუწერებო და დროებით შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.